ველოდეს დაბრუნება ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში სტალინის ძეგლი კუთვნილ ადგილზე დააბრუნეს. მოსახლეობამ სოფლიდან მოპარული მონუმენტი საკუთარი სახსრებით აღადგინა მისი ძველ ადგილზე დადგმა კი საიუბილეო თარიღს დაამთხვია. ადგილობრივი გამგეობის გადაწყვეტილებით ბელადის ძეგლი მალე გორშის გამოჩნდება. ძეგლი აიღეს არ გადაყარეს. ვაჟასთან იყო ეს შენახული, მაგრამ ჩვენებმა მაინც ითავეს რომ დადგეს მეც ვარ გახარებული. ბელაძე ლექსებიც წაიკითხეს და საგანგებოდ აღდგენილი სამამულო ომის მემორიალიც ყვავილებით შეამგეს. ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში თუშებმა 1 წლის წინ სოფლის ცენტრიდან მოპარული სტალინის ძეგლი საკუთარი სახსრებით აღადგინეს და თავის ადგილას დააბრუნეს. სტალინის დაბადების დღეზე ადგილობრივებმა სოფელში სტუმრები თბილისიდანაც მიიწვიეს. კიროსი დარიოსი, მაკედონელი, ნაპოლეონი იმ 4 ადამიანმა სოფლიოს სინამდვილეში ვერ გააკეთა ის, რაც სტალინმა გააკეთა. რომ არა ამისი სიმტკიცე და რკინისებური დისციპლინა წარმოიდგინე მარტო საბჭოთა კავშირს კი არა, მთელ ევროპას საფრთხე მუქრებოდა და წარმოიდგინე თვით ამერიკასაც კი. ეს არ მიაწერონ ახალ ხელისუფლებას, რომ აი ისინი სტალინური მოძრაობის აღორძინებით იწყებენ ცხოვრებას. არა, მეგობრებო, ჩვენ სტალინური ცხოვრების აღორძინებით კი არ ვიწყებთ, არამედ თავისუფლების გამოხატვით ვიწყებთ. ბელადის მონუმენტის ზემო ალვანში დაბრუნება მიუღებელი აღმოჩნდა ახმეტის გამგეობისთვის. მათი თქმით, მოსახლეობამ კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა და სტალინის ძეგლი სოფლის ცენტრში მათთან შეუთანხმებლად დააბრუნა. საპირისპირო აზრი აქვს ზემო ალვანში ჩასული პოლიტიკოსების ნაწილს. ყველასთან შეუთანხმებლად აიღეს და დადგეს ძეგლი გამოიტანეს და დაიწყეს დარგის დადგმა. ეს იყო სააკაშვილის ფსიქოზის ერთ-ერთი გამოხატულება, ძეგლს მებრძოლობა და ჩვენ გვახსოვს, რომ არა მარტო სტალინის ძეგლები იქნა დახსნილი ამ პერიოდში, მისი მმართველობის პერიოდში, დავით აღმაშენებლის ძეგლები და ილიას ძეგლები მოიხსნა. ახმეტისგან განსხვავებით სტალინის ძეგლის ადგილმდებარეობაზე თავად იზრუნა ადგილობრივმა ხელისუფლებამ გორში. 2013 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული ხარჯის შესაბამისად ბელადის მონუმენტი მისივე სახელობის მუზეუმში განთავსდება. გათვალისწინებულია სტალინის ძეგლის მონტაჟზე 25,000 ლარი 2013 წლის ბიუჯეტში. დაიდგმება ალბათ მუზეუმთან. ის ძეგლი, რომელიც იდგა იქ გამგეობის წინ, უნდა დაიდგეს ისევ იქ გამგეობის წინ და ბოდიში უნდა მოიხადოს იმ ხალხმა, ვინც ხელი ახლო. სტალინის დაბადების 133 წლისთავი გორში ტრადიციულად აღინიშნა. პორტრეტებით და კომუნისტური პარტიის დროშებით სტალინელებმა ბელადი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.